გამარჯობა ძვირფასოს მენლებო, ეთერშია პრაქტიკული ფილოსოფია და მე მისი წამყვანი ნინო და დღეს მინდა განვიხილოთ უფროსი არკანების ორი არკანი. ეს არის მერვე არკანი, ძალა და მეცხრე არკანი, ეს არის განდეგილი. სანამ უშუალოდ გავდავიდოდე კარტების აღწერაზე, მინდა გითხრათ, რომ თქვენ შესაძლოა შეგხვდეთ კარტების დასტა, არა რაიდერ ვაიტის, რომელშიც მერვე პოზიციაზე იქნება სრულიად სხვა კარტა, სამართალი. და შესაბამისად, მე-11 პოზიციაზე, სადაც ეხლა არის სამართალი, რაიდერ ვაიტის ტაროს კარტების დასტაში, თქვენ შეგხვდებათ ძალა. ეს გადაადგილება მოახდინა რაიდერ ვაიტმა, ანუ შეუცვალა მათ პოზიციები, სამართალი გახადა მე-11 პოზიცია, მერვე პოზიციიდან გადაიყვანა, ეგრეთ ვთქვათ, და ძალა გახადა მერვე პოზიცია. ეს გაკეთა რაიდერ ვაიტმა და თქვა, რომ ამისთვის აქვს შესაბამისი მიზეზები. რეალურად კი პრინციპში არსებობს ძალიან ბევრი დასკვნა თუ რატომ გააკეთა ეს რა მიზეზებით და ასე შემდეგ. და თითქოს ეს პოზიცია, ჩემი აზრით ეს ძველი პოზიცია უფრო მიზანშეწონილი იყო. იმიტომ რომ თქვენ ნახავთ ახლა რეალურად, რომ კარტა ძალა, ისეთი ღრმა შინაარსის ძალა, რომელიც შეიძლება რეალურად ადამიანმა გამოიაროს მას შემდეგ, რაც მიხვდება, რომ არსებობს ამ სამყაროში სამართალი. და გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მოხდება საკუთარი სურვილების თვითშემეცნება. ანუ მერვე კარტა გარკვეულწილად დაკავშირებული არის თვითშემეცნებასთან, რაც მეცხრე არკანით ჩვენ გვეძლევა, ეს არის განდეგილის არკანი და გარკვეულწილად დაკავშირებული არის სამართალთან, იმიტომ რომ ეს კარტა სწავლობს რეალურად როგორ დაიცვას საკუთარი პირადი საზღვრები. საკუთარი პირადი საზღვრების დაცვას, ჩემი აზრით, აზრი არ ექნებოდა თუ არა სამართალს. თუმცა ეს ყოველი კარტა არის შესაბამისი ცხოვრებისეული გამოცდილება, ხო? და ზოგჯერ ისე ხდება, რომ რეალურად მართაც ხდება ისე, რომ ზოგჯერ ერთი რაღაცის გაცდა მოგვიწევს მეორეზე ადრე. და მოდი ვთქვათ, რომ ეს კარტა არის აი ამისი ანალოგიური კარტა. ანუ შეიძლება იყოს ჩვენს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, რომ მოგვიწიოს აი ამ ძალის კარტის გავლა დაუშვათ იმ ორ არკანამდე, რომელიც მე ვთქვი. რის შესახებ არის ახლა ძალის კარტი? რა გავაკეთეთ ახლა ჩვენ, მოდი გადავხედოთ, სადამდე მოვედით, ხო? ჩვენ მოვედით იქამდე, რომ ჩვენი ახალდაბადებული სული, რომელიც მოცემულია კარტით სულელი, დაიბადა, მისი ფსიქიკა ჩამოყალიბდა, მას აქვს შესაბამისად მამაკაცური და ქალური მხარე. შემდგომ მას ყავდა მშობლები, განათლება, მან მიიღო რაღაც გარკვეული არჩევანი, გააკეთა თავისი გულისწორის შესახებ, ან საკუთარი პროფესიის შესახებ, ზოგადად საკუთარი ცხოვრების შესახებ ბევრი მიმართულებით და დაიწყო სამსახური, რომელიც მოცემულია კარტით ეტლი. მაგრამ საქმე რაშია? ცხოვრება ეხლა უფრო და უფრო რთულდება. ადამიანი მუშაობს სხვა ადამიანზე და ხვდება, ანუ აქვს რაღაც გარკვეული პირველი ნიშნები იმისა, რომ მიხვდეს, რომ შესაძლებელია თვითონ შეუძლია გააკეთოს გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა ადამიანზე მუშაობა. შესაძლებელია ის ფიქრობდეს, რომ აქვს რაღაცა გარკვეული ნიჭი, ანუ უბრალოდ არ ასვენებდეს რაღაც გარკვეული ვნება რაღაც საქმის მიმართ, ქონდეს რაღაც გარკვეული მისწრაფება. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ისე არის, რომ პლანეტა დედამიწაზე ძალიან ბევრი ადამიანი რეალურად არც კი გადის აი ამ მერვე არკანს, ანუ კარტა ძალას. იმიტომ რომ ისინი არ თვლიან, რომ აქვთ გარკვეული შესაძლებლობა, რომ იქონიონ რაღაცა თავისი. გესმით? არ აქვთ მოთხოვნილება რეალურად, რომ იმუშავონ თავის თავზე და აჩვენონ რაღაც სპეციფიური გარკვეული ნიშანი საკუთარი პიროვნების, ეგრეთ ვთქვათ, ხო? ანუ ისინი ბედნიერები არიან იმითი, რომ მთელი ცხოვრება არიან დასაქმებულები სხვა ადამიანებზე და ეგრეთ ვთქვათ, ციკლურად დადიან სამსახურში, მოდიან სახლში, მერე ისევ მიდიან სამსახურში, მოდიან სახლში და ასე შემდეგ და ზოგჯერ არც კი აქვთ სურვილი, რომ სამსახური გამოიცვალონ იმ შემთხვევაში, თუ სამსახური სტაბილურად იძლევა კარგ ხელფას, ეგრეთ ვთქვათ, ხელფასი ეწევა ინფლაციას და ყველაფერი არის სტაბილურად და კარგად. რატომ აიტკიო ნაუტკივარი თავი, ხო? ამ შემთხვევაში ადამიანებს წინსვლისკენ უბიძგებს მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესად, ეგრეთ ვთქვათ, რთული პირობები, ან სამსახური შეიძლება სამსახურიდან რატომღაც გამოუშვან. შემცირება მოხდეს, ანუ 1000 გვარი პრობლემა შეიძლება მოხდეს რეალურად. ადამიანი ჩავარდეს გასაჭირში და ეს გასაჭირი იქნება მისი მოტივატორი განვითარებისკენ, ხო? შემდგომი წინსვლისკენ.
მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თავის თავში ამჩნევენ პოტენციალს. პოტენციალი თავისთავად თავიდანვე არ არის ეგეთი მკვეთრად გამოხატული. ეს შეიძლება უბრალოდ გამოიხატებოდეს უბრალოდ ინტერესში ადამიანის რაღაც გარკვეული საკითხისადმი. ადამიანს ეუბნებიან, რომ შენ შეგიძლია ეს ინტერესი აქციო ხობით, ხო? დავუშვათ, გიყვარს ქსოვა, ქსოვე. გიყვარს ცეკვა, იცეკვა შეთვის წყნარად. არ შეაწუხო არავი, ხო? გიყვარს რაღაცა დავუშვათ გაქვს ორატორული ნიჭი. აგერა კონფერენციაზე გამოდით და всё, დანარჩენ პერიოდში იყავით წყნარად და იმუშავე ისე როგორც გინდა. ანუ ისევ და ისევ ჩარჩოებში გვსვამე, რომ ისევ და ისევ ჩვენ ვემსახუროთ სისტემას. მაგრამ ხდება ისეთი რამე, რომ ადამიანი უბრალოდ ვერ ეტევა კანში. რომ ის აღმოაჩენს, რომ მასში ცხოვრობს რაღაც გარკვეული ცხოველი, ლომი, აი კარტაზე გამოსახულია სწორედ ეს ლომი, რომელიც საკმაოდ აგრესიულად ითხოვს საეთერო დროს, ეგრეთ ვთქვათ, ადამიანის ტვინში. ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ძალიან არაორდინალურია, ცოტათი გიჟია, შეიძლება ეს ლომი. ყოველთვის აქვს რაღაცა ესეთი თავისი ძალიან ავანგარდული მოთხოვნები. და პრინციპში ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად ნიჭი, ადამიანის რაღაც გარკვეული ნიჭი. შესაძლებელია ეს ლომი ასევე იყოს ადამიანის ეგრეთ ვთქვათ გაუხედნავი ნაწილი, ადამიანის გონების გაუხედნავი ნაწილი. ეს შეიძლება იყოს საკმაოდ აგრესიული ნაწილი ადამიანის ბუნებისა, რომლის შესახებაც თვითონ ადამიანს წარმოდგენაც კი არ აქვს. იმიტომ რომ მას უბრალოდ არც მისცემია შანსი, რომ გამოევლინა ეს ნაწილი. მას ასწავლეს, რომ იყოს წესიერი, ეგრეთ ვთქვათ, ემორჩილებოდეს საზოგადოებრივ ნორმებს და შესაბამისად ეს მისი ეგრეთ ვთქვათ ავანგარდული, ცოტათი გაუხედნავი ბუნება და ამასთან ძალიან კრეატიული ბუნება ცოტა არ იყოს დაბმულიყავს. მაგრამ შეუძლებელია მისი დაბმა სამუდამოდ, როდესმე ლომი გამოვა გალიიდან და მოითხოვს თავის საეთერო დროს. რა უნდა გავაკეთოთ აი ამ შემთხვევაში? აი ამის შესახებ არის ეს კარტა. აი ეს არის ეს კარტა. როგორ უნდა მოვათვინიეროთ ლომი, მივცეთ მას საეთერო დრო და მივცეთ მას საშუალება გამოხატოს საკუთარი თავი. და როგორ დავიცვათ პირადი საზღვრები, როგორ დავიცვათ ჩვენი ლომი იმ ადამიანებისგან, რომელსაც ეს ლომი არ მოსწონთ. საზოგადოებას არ მოსწონს, რომ თქვენ ხართ რამენაირად განსხვავებული. საზოგადოება სჭირდება, რომ თქვენ გეცვათ ისე როგორც ყველას, იქცოდეთ ისე როგორც ყველა, მას არ აინტერესებთ არანაირი თქვენი ნიჭი, არანაირი თქვენი ეგრეთ ვთქვათ პოტენციალი. თქვენ ხართ ერთი ადამიანი, რომელსაც აინტერესებს საკუთარი პოტენციალი. ეს ხართ თქვენ. თქვენ უნდა მოიფიქროთ, როგორ დაიცვათ ეს ლომი სხვა ადამიანებისგან და მისცეთ მას საეთერო დრო, რომ მან თავისი თავი გამოხატოს საჭირო დროს და საჭირო ადგილას. რომ თქვენ გაზარდოთ ეს ლომი, ეგრეთ ვთქვათ, ნელა პატარა ბოკვერი გაზარდოთ დიდ ლომად და მისცეთ მას საშუალება, რომ თქვენ გაქციოთ მართლაც განსხვავებულ ადამიანად. ეს შეიძლება იყოს თქვენი ნებისმიერი ნიჭი. ნებისმიერი ნიჭი, აბსოლუტურად ნებისმიერი, ჩამოსვლაც კი არ ბიდა აბსოლუტურად ნებისმიერი ნიჭი. მათ შორის სექსუალური თავისუფლების გამოხატვა. და თუ თქვენ მას დათრგუნავთ, ის ძალიან გავდება, ის ნამდვილ ლომად იქცევა და დამიჯერეთ საკუთარ ლომთან ჭიდილი ნამდვილად არხის. რას აკეთებს ახლა ეს ქალბატონი? მოდით გადავხედოთ რა ხდება ამ კარტაზე. ანუ არსებობს ეს ახალგაზრდა ქალი, ძალიან ლამაზი, აქვს ყვავილები ქამრად, შემოქმედებითი, ეგრეთ ვთქვათ, კომპონენტი არის ყვავილები ზოგადად. ყვავილები არის შემოქმედებაზე პასუხისმგებელი ტაროს კარტში. აცვია თეთრი კაბა. თეთრი კაბა რეალურად ნიშნავს სიწმინდეს, ანუ მისი ძრახვები წმინდაა. ის აბსოლუტურად წყნარია, სახეზე არის აბსოლუტურად დინჯი, წყნარი სიმშვიდეს გამოხატავს, ხო? ისე ჩანს, რომ ეს ქამარი, რომელიც მას უკეთეს ყვავილების ქამარი, შეიძლება და ოდესმე ყოფილიყო აი ამ ლომის ლაგამი. და თუ საჭირო იქნება, შეიძლება გამოიყენებული იქნეს კი, როგორც აი ამ ლომის ლაგამი. მაგრამ ამ შემთხვევაში ყვავილები უბრალოდ არ არის საჭირო, რომ გამოიყენო როგორც ლაგამი, ისინი უბრალოდ აი ძირს, ეგრეთ ვთქვათ, ძირს გდია ეს ქამარი, ხო? უბრალოდ იყენებს საკუთარ ხელებს და ლომს უყურებს თვალებში. ანუ ის მთლიანად აღიარებს ლომს და ლომიც ასევე აღიარებს მას. და ნუ ეს ქალბატონი საკუთარი ხელებით ლომს უკეთავს პირს. და ეგრეთ ვთქვათ, ლომთან თანამშრომლობს, ლომს ათვინიერებს. ანუ ერთი სიტყვით შეიძლება ეს კარტა, ანუ ვინმე რომ საერთოდ მანახოს ეს კარტა და ტაროს კარტას რომ საერთოდ არ ვიცნობდე,
მე ერთი სიტყვით რო შემეხედა, ვიტყოდი მოთვინიერებას. ანუ ესეც მოხდა რეალურად თავიდან ვნახე ეს კარტა. თქვი როგორ ათვინიერებს მეთქი აი ამ ლომს. აი სწორედ ეს არის. მოათვინიერო, გაზარდო და როცა საჭიროა, გამოავლინო შენი კრეატიული, ცოტათი ავანგარდული და ცოტათი ველური ნაწილი, რომელიც უეჭველად შენი ნაწილია. თავზე აქვს ლიმნის კატა. ლიმნის კატა არის მუდმივობის ნიშანი, რაღაცის მუდმივად განმეორებით კეთების ნიშანი. იგივე ნიშანი აქვს არკან მაგში, ყმაწვილს, აი ჩვენ უსაყვარლეს ულამაზეს ყმაწვილს, რომელიც თავისი ფიქრებით ქმნის თავის მომავალს და იგივე ნიშანი აქვს აი ამ ქალბატონს. ამ ნიშანზე მე ცალკე მე ვისაუბრებ, ხო? უკან არის აი ეს მთა, განსაკუთრებით აი თვალში გვხვდება მთა, რომელიც ზოგადად პრობლემების დაძლევას ნიშნავს, მაგრამ ეს მთა არის არა ნაცრისფერი, როგორც სხვა კარტების შემთხვევაში, ეს მთა არის ლურჯი. ლურჯი ზოგადად ნიშნავს გრძნობას ტაროს კარტში და ზოგადად ნიშნავს შემოქმედებას. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემები დაძლეული იქნა გრძნობებით, შემოქმედებითობით, შვიდად, ქალური ენერგიით. ზოგადად კარტა არის დადებითი, ამაზე მიუთითებს ზოგადად კარტის ყვითელი ფერი. ყვითელი არის აქტიური ქმედებების ფერი და თან იმის ფერი, რომ ღმერთი ჩვენს მხარეს არის. კარტას რო შეხედავთ, იმ წუთასვე აი ფერი, ფონი უკვე გაჩვენებთ თქვენ ეს კარტა დადებითია, უარყოფითია თუ ასე შემდეგ. ეს კარტა აბსოლუტურად დადებითია. მოდით ახლა უფრო ღრმად შევიდეთ აი ამ კარტაში და იმისთვის რომ შევიდეთ, ეგრე ვთქვათ, აი ამ პიროვნებაში, ვინ არიან ეს ქალბატონი და ეს ცხოველი. მოდით ნახოთ ვინ არის დიონისე. დიონისე არის ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟი, საკმაოდ ცნობილი. ხალხისთვის ის ცნობილი არის როგორც ღვინის ღმერთი. ის დაბადებული იქნა ადამიანისგან და ზევსისგან. ანუ ნახევრად ღმერთია, ნახევრად ადამიანია. ის არაჩვეულებრივად ლამაზი არის. აქვს ესეთი ახალგაზრდა ვაჟის გარეგნობა და თან ისეთი ლამაზი არის, რომ თითქოს ეს მისი გარეგნობა შეიძლება მიღებული იქნას როგორც ქალური. გესმით, აი სადღაც გარდამავალი გარეგნობა აქვს. არ გაგიგიათ, რომ იძახიან ახალგაზრდა ყმაწვილებს, რომ ქალივითლამაზიაო. აი დაახლოებით ეს შეიძლება იყოს დიონისე, წარმოიდგინოთ. აქვს არაჩვეულებრივი გაშლილი თმები, მგრძნობიარე ტუჩები და ფაქტიურად მისი გარეგნობა არის გარკვეულწილად ანდროგენული ამ მხრივ, რომ შეიძლება ის იყოს როგორც ქალი, როგორც ვაჟი, რომ უმეტესად ის ვაჟია, ასევე შეიძლება პოტენციურად იყოს ქალიც. გარკვეულწილად გესმით? ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც არის მამაკაცი, მაგრამ მასში არის ასევე დიდწილად ქალური ენერგია. გესმით, როგორც პერსონაჟი, როგორც პერსონაჟი მითოლოგიიდან. ის არის ღვინის ღმერთი, ის მოიხსენიება როგორც განცხრომის, თავდავიწყების, სიგიჟის ღმერთი. მას თავზე აქვს ეს ღვინის მტევნები, მის თმებში იზრდება, ეგრე ვთქვათ, და მის გარშემო ყოველთვის დადიან ცხოველები. აი ზუსტად ეს ცხოველების იდეა ის ძალიან მეგობრობს ველურობასთან, ეგრე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, დიონისესთან ერთად, რამდენადაც ის განცხრომის, მოსვენების და სიხარულის და სიგიჟის ღმერთია, მასთან ყოველთვის დაილევა ძალიან დიდი რაოდენობით ღვინო, მასთან ერთად შეიძლება ცეკვა და ყოველგვარი, ეგრე ვთქვათ, ველური და გიჟური ნაწილის გამოვლენა, რაც კი არის ჩვენში. და დიონისე არის დასტური იმისა, რომ ეს ველური და გიჟური ნაწილი არის ჩვენი რეალურად ნაწილი და გარდა ამისა ის არის ღვთიური ბუნება, რადგან დიონისე არის ღმერთის შვილი, ხო? ნახევრად ზევსის შვილია და ნახევრად ადამიანის შვილი. ანუ არ გაგიკვირდეთ არაფერი დიონისესგან და თქვენი თავისგან, როდესაც იქნებით დიონისეს გვერდით. გარკვეულწილად ალბათ ყველანი ჩვენ ცხოვრებაში ყოფილვართ დიონისეს გვერდით, როდესაც ყოფილვართ ცოტათი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, არ ვიცი კიდე რისი ზემოქმედების ქვეშ შეიძლება. და ყველას გვიგრძნია ეს რაღაც ცოტათი გიჟური, თამამი, ველური, კრეატიული და შესაძლოა გარკვეულწილად იუმორისტული, დიდი იუმორის მქონე ნაწილიც კი ჩვენს თავში. ყველას მოგდომებია გვეცეკვა, შეიძლება უადგილო ადგილასაც კი გვეთქვა ლექსები და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ლექსებს. დიონისე არის არა მხოლოდ ღვინის ღმერთი, ის არის ასევე თეატრის ღმერთი.
ის არის ზოგადად შემოქმედი ადამიანების მფარველი ღმერთი. ადრე, როდესაც ბერძნებით გამდნენ თავის უნიკალურ ამფითეატრებში თავიანთ სპექტაკლებს, ყოველთვის სპექტაკლის დასაწყისში მადლობას უძღვნიდნენ დიონისეს ინსპირაციისთვის. გესმით? როდესაც თქვენს გვერდით არის დიონისე, თქვენს გვერდით იშრება ყოველგვარი საზღვრები. თქვენ შეიძლება იყოთ ქალი, თქვენ შეიძლება იყოთ მამაკაცი. გესმით? თქვენ იცნობთ ესეთ საოცარ ნიღაბს და თქვენ ტრანსფორმირდებით აბსოლუტურად. თქვენ შეიძლება დაიწყოთ აი ესეთი გიჟური ცეკვა და როდესმე შეიძლება ითამაშოთ ასევე საკმაოდ დიდი ადამიანის როლი. ანუ ყოველგვარი საზღვრები დიონისეს გარშემო ცოტათი ილევა ეგრე ვთქვათ რა. დიონისესაც არ აქვს გარკვეული საზღვრები, მას შეიძლება ყავდეს როგორც ქალი პარტნიორები, ასევე კაცი პარტნიორები, მამაკაცი პარტნიორები, მე ვგულისხმობ სექსუალურ პარტნიორებს. მას ყავდა ანუ ცოლიც, მეუღლეც და მამაკაცი სექსუალური პარტნიორი ცხოვრების მანძილზე. ანუ ფაქტიურად ის წარმოადგენდა ესეთ ანდროგენს. ზოგადად დაკვირვები ხართ თუ არა, რომ აი ძალიან შემოქმედებითი ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, შესაძლებელია იყვნენ ცოტათი ქალურები, ან ცოტათი არატრადიციული ორიენტაციის. წარმოგიდგენიათ, აი ფაქტიურად ყველა მათგანში ცხოვრობს დიონისე. და მოგწონთ თქვენ ეს თუ არა, ყველა ჩვენგანში, ყველა თქვენგანში ალბათ ცხოვრობს დიონისე. რომ არ იყოს დიონისე, ჩვენი ცხოვრება იქნებოდა ძალიან მოსაწყენი. ყველგან სადაც ჩნდებოდა დიონისე, ხალხი უბრალოდ ტოვებდა თავის საქმეს და მიყვებოდა დიონისეს. გესმით? მიყვებოდა იმისთვის, რომ დაევიწყებინა აი ეს საშინელი დამთრგუნავი ყოველდღიურობა. და თავისუფლებას აძლევდა ეს ხალხი, რომ რაღაც დროის მანძილზე დაელია ღვინო და მისცემოდა თავდავიწყებას. გესმით? დიონისე ზოგადად იყო ძალიან კარგი მოსაუბრე, ძალიან კარგი მჭერმეტყველი, ძალიან მსუბუქი ადამიანი. ყოფილა ბერძნული ისტორიის შემთხვევაში ისეთი მითებიც, რომ თვით ზევსმა ვერ მოახერხა ერთ-ერთ ღმერთთან რაღაც კომუნიკაციის დახმარება. არანაირი მუქარა, არანაირი ბრძანება აი ამ ღმერთზე არ ჭრიდა და მაშინ დიონისე თავისი მშვენიერი სასმელით ეს ადამიანი, ეგრე ვთქვათ, ცოტა კარგ ხასიათზე მოიყვანა, ესაუბრა თავისი ტკბილი მჭერმეტყველებით და გადააფიქრებინა ის რეალურად აფიქრებდა ისე, როგორც ზევს სჭირდებოდა. რაკედან ჩანს, რომ მოლაპარაკებას, აი ესეთ თბილ, მსუბუქ და ესე ვთქვათ, სენსიტიურ მიდგომას გაცილებით ბევრი შეუძლია გააკეთებინოს ადამიანს, ვიდრე ის შეუძლია გააკეთებინოს ძალდატანებას. მაგრამ დიონისე არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ეგრე ვთქვათ, კეთილი, როდესაც საჭირო იყო, ის იყო ძალიან მრისხანე. თან ძალიან მრისხანე. ერთხელ ისინი დაიპყრეს მეზღვაურებმა და უნდათ მისი გაყიდვა და როდესაც დიონისემ გამოიღვიძა და აღმოაჩინა თუ რა სიტუაციაში იყო ჩავარდნილი, საშინელი ქარბუქი დააწია ამ მეზღვაურებს. აბსოლუტურად ყველა გაიმეტა დასახრჩობად და მხოლოდ ერთი რაღაც მობიერების მომენტში გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანები რეალურად ექცია დელფინებად, ანუ არ დაიხრჩო და მისცა მათ ეგრე ვთქვათ მეორე შანსი ცხოვრების და აქცია დელფინებად. გესმით? ანუ როდესაც საჭირო იყო, დიონისეს თვალები ენთებოდა ესე ცეცხლად და ის ყველას წვავდა. ანუ არა პირდაპირ მნიშვნელობს, ნუ ერთაბას არ აქვს მნიშვნელობა როგორ ხარ ცხოველებს იხმარებდა სხვათა შორის იმისთვის, რომ გაამკლავებოდნენ სხვა ადამიანებს და გასწორებოდნენ თუ მოინდომებდა. და რეალურად ჩანს, რომ დიონისე იყო არა მხოლოდ დროსტარების ღმერთი და განცხრომის ღმერთი და არც მრისხანების ღმერთი. ანუ ის იყო ბალანსის ღმერთი. გესმით? მან ზუსტად იცოდა თუ სად, რანაირად, როგორ უნდა მოქცეულიყო. მას უყვარდა ბალანსირება. როდესაც საჭირო იყო, ის იყო გიჟი კარგი გაგებით, ეგრე ვთქვათ, როდესაც საჭირო იყო, ის იყო გიჟი ცუდი გაგებით. გესმით? აბა ეხლა ჩაიხედოთ ჩვენ თავებში, თვალებში, რა ვიცი. ჩვენ ყველას გვყავს ჩვენში დიონისე, მოგწონს ჩვენ ეს თუ არა და ეს არის ჩვენი იზიუმინკა, ხო, ეგრე ვთქვათ, ეს არის ჩვენი კრეატიული ნაწილი, ეს არის ჩვენში ყველაზე საინტერესო ნაწილი და
და დამიჯერეთ, ეს შესაძლებელია გახდეს თქვენი პოტენციალი, რომელიც თქვენ როდესმე შესაძლებელია კარგად გაყიდოთ. ანუ დაუშვათ არ იმუშაოთ ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანზე, რომელმაც როდესღაც დაგიქირავათ მოსაწყენ სამსახურში, გააღვიძოთ თქვენ თავში აი ეს ტალანტი. ეს ტალანტი არის ყოველთვის ცოტათი ავანგარდული, არის ყოველთვის ცოტათი გიჟი, სხვანაირად ის იქნებოდა თქვენი ჩვეულებრივი ნაწილი. სინამდვილეში ეს არის თვით გამოხატვის სურვილის მქონე თქვენი ძალიან არაორდინალური ნაწილი. ხოლო თქვენი არაორდინალური ნაწილი რეალურად არ უყვარს საზოგადოებას. მას უყვარს, როდესაც თქვენ ხართ აბსოლუტურად პროგნოზირებადი, როდესაც თქვენ ყოველთვის ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ადგილას ჩნდებით და აკეთებთ ხოლმე მხოლოდ იმას, რასაც თქვენგან ელიან. მაგრამ ეს ცხოვრებას ხდის ძალიან უინტერესოს. ანუ აქ კარტაზე გამოსახულია ორი პერსონაჟი. ერთი არის ქალბატონი, ეგრევე ვთქვათ, ჩვენი ორდინალური ნაწილი, ჩვენი წყნარი, ლოგიკური ნაწილი, უცნაურია, რეალურად ეს ლოგიკური ნაწილი, ზოგჯერ მამაკაცური ენერგიაა, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში ქალი არის გამოსახული, იმიტომ რომ იმისთვის რომ გავუკლავდეთ ჩვენ მხედს, ჩვენს თავში, საჭიროა ქალური მგრძნობიარობა, საჭიროა სინაზე და საჭირო არის, რომ რეალურად შევიცნოთ და შევიგრძნოთ ჩვენი თავი. ამიტომ ეს პერსონაჟი არის ქალი. ხო და ცხოველი, ეს ცხოველის ფერი დაუკვირდით, ეს არის ალის ფერი, ეს არის ვნების ფერი, ეს არის ცეცხლოვანი ფერი, ეს უფრო არის როგორც მამაკაცური ენერგიის ფერი. რატომ აქვს ეხლა თავზე ლიმნის კატა? ეს ლიმნის კატა, როგორც თქვით, აქვს ასევე მაგს, რომელიც ყოველთვის იმეორებს ერთი და იგივე მოქმედებებს, ანუ გარკვეული რითმულობით, იმისთვის რომ მიაღწიოს საკუთარ მიზანს, ხო? მაგი არის ფიქრის სპეციალისტი. ის არის მიზანმიმართული ფიქრების სპეციალისტი. ის მუდმივად აკეთებს ერთი და იგივეს. ეს ქალიც რეალურად არის ფიქრების სპეციალისტი. ის თავისი ფიქრებით, თავისი გრძნობებით მართავს მხედს საკუთარ თავში. ანუ ის ასევე მუდმივად და განმეორებადი მოქმედებებით, ეგრევე ვთქვათ, ათვინიერებს ამ მხედს, ან შეიძლება არც ათვინიერებს და აძლევს მას საშუალებას, რომ გამოავლინოს საკუთარი თავი. ანუ ორივე შემთხვევაში ეს ლიმნის კატა ნიშნავს საკუთარ თავზე მუშაობას, მუდმივად და შეუჩერებლად. მოდი ცოტა ხანი შევეხოთ ახლა კარტის სათაურსაც, ხო? კარტას ქვია ძალა. რა არის ამ ქალის ძალა? ამ ქალის ძალა არის გრძნობელობა. ანუ ფაქტიურად მას ხელით უჭირავს ეს ცხოველი, ის ხელით შეიგრძნობს ამ ცხოველს. მოთბინება, იმიტომ რომ ცხოველი აუცილებლად უნდა გამოვიდეს საჭირო დროს და საჭირო ადგილას. როდის უნდა გამოთავისუფლდეს ცხოველი, წყვიტავს ეს ქალი და არა ცხოველი. გესმით? და მეორე ჭკუა. ამ ქალბატონმა ზუსტად იცის, როდის უნდა გამოუშვას ცხოველი. როდის, ეგრევე ვთქვათ, დამალოს ცხოველი და როდის გამოუშვას. შესაძლებელია თუ არა ამ ცხოველის დათრგუნვა. არა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამ ცხოველის დათრგუნვა რეალურად იწვევს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ეს შეიძლება იყოს ადამიანის არარეალიზებულობა ნებისმიერი კუთხით. პირველ რიგში შეიძლება იყოს მისი არარეალიზებულობა პროფესიული კუთხით, პიროვნული კუთხით ურთიერთობებში და ბოლოს და ბოლოს სექსუალური კუთხით, ხო? სექსუალური ნაწილი ჩვენი ძალიან დიდწილად გამოხატული არის ამ კარტით და ამ ცხოველით. ანუ რეალურად შეუძლებელია ამ ცხოველის დათრგუნვა, იმიტომ რომ ამის შესახებ არის შემდგომი მითი, ისევ დიოდისეზე. ანუ არსებობდა ეგეთი ხელმწიფე, რომელსაც არ მოსწონდა დიონისეს ეგრეთ წოდებული ახსნილობა და ის თვლიდა, რომ მისი ეგრეთ ვთქვათ ველური ნაწილი შეუძლებელია წამოსულიყო ღმერთისგან. მას არ ჯეროდა, რომ დიონისე რეალურად იყო ზევსის შვილი. და მაშინ დიონისემ უთხრა, რომ მას გადაეცვა ტანისამოსი და თვითონ დასწრებოდა ამ ორგიებს, რომელსაც დიონისე მართავდა. ადგილობრივ ქალბატონებთან ერთად. ანუ ადგილობრივი ქალები, იგივე ამ ხელმწიფის ეგრეთ ვთქვათ მაცხოვრებლები, საღამოობით იკრიბებოდნენ ამ ტყეში
ცეცხლის გარშემო და ეძლეოდნენ ღვინის სმას, ცეკვას, მხიარულებას და ასე შემდეგ. და ხელმწიფემ მართლაც გადაიცვა სამოსი და დაიმალა თუ არ ვცდები ხის ძირკში და უყურებდა ყველაფერს, რაც კი ხდებოდა აი ამ მშვენიერ ველზე და უბრალოდ მონუხული დარჩა ამ სანახაობით, იმდენად რომ აი თვალსაც კი ვერ წყვიტავდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ ქალებმა შეამჩნიეს ეს ადამიანი, რამდენთაც ის გადაცმული იყო, ვერ იცნეს და ეგონათ მთის ლომი, ძალიან აგრესიული ლომი და აი ამ ექსტაზში, რომელშიც იყვნენ ნახევრად მთვრალები და ეგრე ვთქვათ, აი ამ ადრენალინის ქვეშ ეს ლომი მოკლეს, ანუ რეალურად მოკლეს საკუთარი ხელმწიფე, მოაჭრეს თავი და როგორც ტროფეი წამოიღეს ჩამოცმული შუბზე ქალაქში ძალიან დიდი ზარზეიმით. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ქალაქში შემოვიდნენ და მოსცილდნენ აი ამ დიონისეს ველს, ეგრე ვთქვათ, და მოვიდნენ აზერზე, მიხვდნენ, რომ საკუთარი ხელმწიფე მოკლეს. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თვითონ აი ამ ხელმწიფის დედას მოჰქონდა, ანუ დედაც იყო ამ ორგიების, ეგრე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი, ორგიების მონაწილე, მოქონდა ის შუბზე ჩამოცმული თავისი შვილის თავი, რომელიც ვერ იცნო. ანუ აქედან დასკვნა მორალი, რა არის მორალი? მორალი ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათრგუნო და არ უნდა იფიქრო, რომ შენში არსებული ეს ველური ნაწილი, ეს ველური ნიჭი არ არის ღმერთისგან და რომ ყველაფერი, რაც კი ჩვენში არსებობს, აუცილებლად არის ღმერთისგან. და დიონისეც რეალურად იყო ღმერთის შვილი, ანუ ყველაფერი, რაც გამომდინარეობდა დიონისესგან, იყო ზევსის გენეტიკა. ანუ აი ესეთი საინტერესო კარტია, ხო? მე თუ მკითხოთ, ძალიან საინტერესო კარტი არის და თან ყველაზე საინტერესო ნაწილი ის არის, რომ თითქოს აი ეს ჩვენი კრეატიული ნაწილი ყოველთვის დაკრძალულია თან საზოგადოებისგან მიუღებელია, ძალიან დიდწილად აგრესიულია, როგორც ეს ცხოველი და ასევე ძალიან დიდწილად სექსუალურია, რაზეც მიუთითებს აი თვითონ აი ამ ცხოველის ფერი. ეხლა იმისთვის, რომ თქვენ უკეთესად შეიცნოთ ეს კარტა, უბრალოდ დაფიქრდით, ჩაღრმავდით თქვენს თავში და იფიქრეთ, რა ნაწილი არის თქვენში ესეთი, რომელიც შეიძლება დავუშვათ მომავალში გამოვლინდეს როგორც რაღაცა უნიკალური კრეატიული ნაწილი თქვენი თავისა. ხშირად ეს ნაწილი გაძლევთ ძალიან დიდ დასვენებას, ძალიან დიდ ენერგიას. თუ თქვენ აუშვებთ აი ამ ნაწილს, მაშინ მთელი თქვენი გონება და მთელი თქვენი სხეული ეშვება. და თქვენ უბრალოდ აი კომფორტში ხართ, თქვენი საკუთარი ბუნების კომფორტში. და თქვენი ნაწილი უბრალოდ ხარობს, აი რაღაც ყვავილები იფურჩქნება თქვენში, იმით რომ აი ეს ნაწილი გამოვიდა. არის მინიმუმ ეს ისეთი სიტუაცია, როდესაც თქვენ ყოფილხართ აი კარგად ნაბახუსები, ეგრეთ ვთქვათ, ცოტათი და მთლიანად მოგიხსნათ აღვირები და ლაპარაკობთ იმას, რაც გინდათ. შეიძლება აღმოჩნდეთ, რომ თქვენ გაქვთ რეალურად უფრო მეტი იუმორი, ვიდრე გეგონათ, მზად ხართ იცეკლოთ ყოველთვის და ასე შემდეგ. ანუ როგორ და რანაირად მისცემდით საშუალებას თქვენ აი ამ ნაწილს, რომ გამოვლინდეს თქვენში. მე პირადად ჩემთვის აი ყველაზე დიდი ესეთი კრეატიული ნაწილი ჩემში და თან ძალიან დიდი სიამოვნება და ძალიან დიდი ექსტაზი მაქვს ჩემში ცეკვას. ანუ მე ყოველთვის ძალიან ბევრს ვცეკვავ. მე არა მაქვს მოთხოვნილება რომ ვიყო მოცეკვავე. ყოველ შემთხვევაში უფრო დიდი მოთხოვნილება მაქვს რომ ვიყო ფილოსოფოსი ვიდრე მოცეკვავე, ამიტომ დიდ საეთერო დროს ვუთმობ ფილოსოფიას. მაგრამ ცეკვაც ასევე მაძლევს ძალიან დიდ თავისუფლებას. ერთი პერიოდი მარტო დავდიოდი ხოლმე დისკოტეკებზე, უბრალოდ იმიტომ რომ არავინ არ მომყვებოდა, იმდენად ხშირად დავდიოდი. ხო და თან არ მჭირდება არც არანაირი ალკოჰოლი იმისთვის რომ მოვეშვათ ასე შემდეგ და ერთი პერიოდი ვოცნებობდი კიდევაც რომ ყოფილიყავი DJ. ეხლაც კი მინდა რომ ვიყო DJ და არ ვიცი შეიძლება კიდეც აღვიხსნო, ანუ ყველაფერს თავისი დრო აქვს. რა თქმა უნდა, მუდმივად მესმის რომ ფორმაში უნდა ვიყო, ფიზიკურ ფორმაში ყოველთვის ძალიან. თუ მინდა რომ ვიყო DJ, მაგრამ ნუ ეს ნაწილი ყოველთვის ძალიან მიზიდავს. რა არის ესეთი მსგავსი ნიჭი თქვენს თავში, რომელიც თქვენ გაძლევთ ძალიან დიდ თავისუფლებას და ძალიან დიდ თვითგამოხატვას. კარგით, ეს არის მხოლოდ ამ კარტის ერთი ნაწილი. ეხლა ჩვენ განვიხილეთ, ეგრე ვთქვათ, ჩვენი ლომი, ხო, რომელიც არის დიონისე. ეხლა განვიხილოთ ეს ქალბატონი. ქალბატონი ნაწილობრივ ასე თუ ისე განვიხილეთ.
მაგრამ ახლა განვიხილოთ, რატომ უჭირავს ამ ქალბატონს თავისი ლომი. მე მგონი ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ქალბატონს აქვს შეზღუდული ეს ლომი, არის ის, რომ რეალურად ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში. ჩვენ ცხოვრობთ გარკვეულ საზოგადოებაში, სადაც არის მიღებული გარკვეული ნორმები, სადაც ყველას მეტნაკლებად აქვს თავისი ადგილი, ყველა ადამიანს და ყველა სურვილს აბსოლუტურად ყველანაირი ჩვენი ბუნების გამოვლინებას აქვს თავისი დრო და ადგილი. გესმით? თუ თქვენ გინდათ ჩაიცოთ ცოტა ავანგარდულად, ცოტათი სექსუალურად, ამას შეიძლება გქონდეს რაღაც გარკვეული ადგილი, შეიძლება ის გააკეთოთ წვეულებაზე, შეიძლება ის გააკეთოთ კოსტუმირებულ წვეულებაზე, მაგრამ თუ თქვენ მიხვალთ დავუშვათ ანალოგიურ დავუშვათ სექსუალურ სამოში გამოწყობილი საკუთარ სამსახურში, შეიძლება ეს თქვენთვის აბსოლუტურად ცუდად დამთავრდეს, გესმით? ანუ ყველაფერს აქვს თავისი დრო და ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. და ქალბატონმა ეს იცის. და ქალბატონს ამის გამო ეს უკავია, ეგრე ვთქვათ, თავისი ხელებით უჭირავს რა ეს ლომი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, უჭირავს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც გარკვეულ დრომდე. მას არ აყავს ეს ლომი დათრგუნული. და გარდა ამისა, ნახეთ რა ხდება, აქ უკვე ხდება, რომ პირადი საზღვრების დაცვის აუცილებლობა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს ყავს თავისი დიონისე. აბსოლუტურად ყველას აქვს თავისი რაღაც გარკვეული ავანგარდული მოთხოვნილება, თავისი ესეთი უნიკალური სურვილები, ხო? ჩვენ რეალურად აქ უკვე გვესმის, რომ ერთი ადამიანის თავისუფლება იწყება იქ, სადაც მთავრდება მეორე ადამიანის თავისუფლება და რომ აუცილებელია ამ პერსონალური საზღვრების დაცვა. პერსონალური საზღვრების დაცვა და ჩვენი საკუთარი ფსიქიკის დაცვა ამასთან, იმიტომ რომ არა ვართ ჩვენ აი ამ ეტაპზე, განვითარების ეტაპზე, ეს პერსონაჟი არ არის ისეთი მყარი ფსიქიკის, რომ აბსოლუტურად ყველას მისცეს ყველაფრის უფლება. და ამის გამო ის აკონტროლებს აი თავის ცხოველს. ის უბრალოდ აკონტროლებს ცხოველს და ამასთან სხვა ადამიანებსაც აიძულებს, რომ მათაც აკონტროლონ თავიანთი ცხოველი. ეგრე ვთქვათ, თავიანთი ველური ნაწილი. ნუ ძალიან მოკლედ, ეგრე ვთქვათ, ძალიან მარტივად რო წარმოვადგინო ეს სიტუაცია, ჩათვალეთ, რომ ეს ქალბატონი არის თქვენი წყნარი ნაწილი, რომელიც ყველას ყველაფერს უთმობს, ძალიან კეთილია, ეგრე ვთქვათ, ძალიან ითვალისწინებს სხვათა აზრს და ასე შემდეგ. ხოლო ეს ლომი არის თქვენი ისეთი ნაწილი, რომელიც საკმაოდ აგრესიულია, ითხოვს თავის პირად ტერიტორიას, ეგრე ვთქვათ, გამოითხოვს თვითგამოხატვას და საერთოდაც არ მოსწონს, როდესაც სხვა ადამიანები ხშირად ეჩრებიან მის საქმეში, მით უმეტეს მიუთითებენ, როდის და სად გამოვიდეს, ხო? როდესაც ადამიანი უკიდურესად ვარდება ერთ ნაწილში, მაგალითად აი ამ ქალბატონის ენერგიაში, მაშინ ადამიანი უბრალოდ ხდება ძალიან დამთმობი. მისი მე გარკვეულწილად ითრგუნება. ითრგუნება, ადამიანი მიდის ისეთ სიტუაციამდე, როდესაც მას თვითონაც არ მოსწონს, როგორ იქცევა, თვითონაც არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ის დამთმობი არის ესე ძალიან, გესმით? ის ხვდება, რომ ის ზედმეტად ცდილობს, რომ მისი მე ითრგუნება. და მეორე მხრივ ადამიანი, რომელიც თავის კოპირად საზღვრებს სხვას ახვევს თავზე, ყოველთვის აგრესიულად იცავს თავის თავს, როდესაც ადამიანი არის აი ამ ლომის ენერგიაში, მაშინ გამოდის, რომ ის უბრალოდ ძალიან აგრესიულია საზოგადოებისთვის და არავის არ მოსწონს რეალურად ესეთი ადამიანი. გესმით? და მაშინ ხდება ისე, რომ ეს ადამიანი თრგუნავს უკვე სხვა ადამიანებს. და ესეთი ადამიანები არიან ფსიქოპატები, ხო? ესენი არიან სოციოპატები, ესენი არიან ნარცისები და ყოველგვარი ფსიქოლოგიური ანომალია, რომელიც თქვენ რეალურად გაქვთ გაგებული. ანუ აქ მთავარია ბალანსირება. დიონისი არის ბალანსირების ღმერთი და აქ მთავარია ბალანსირება. ეხლა მინდა, რომ კარტის უკეთესად შესაცნობად უბრალოდ გაიხსენოთ ისეთი ადამიანი, შეიძლება ის იყოს თვითონ თქვენ, რომელიც ძალიან კარგად ახდენს აი ამ ორი ენერგიის ბალანსირებას და რომელსაც ძალიან კარგად აქვს დაცული ეს გარკვეული პირადი საზღვრები. ანუ ის შეიძლება ყველა ადამიანის მიმართ იყოს მაქსიმალურად თავაზიანი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ თუ ვინმე რეალურად გადმოკვეთავს მის პირად საზღვრებს, თუ ვინმე რეალურად შეაწუხებს მის ლომს ძალიან და დათრგუნავს მის ლომს, მაშინ მასში გამოიღვიძებს ეს ლომი და ის მოსვამს აი ამ ადამიანს თავის ადგილას. რა პერსონალური საზღვრები აქვს ესეთ ადამიანს? მე მაგათად ყავს ესეთი ადამიანი გვერდით,
მას აქვს ძირითადად ორი პერსონალური საზღვარი. ანუ ყველაფერი შეიძლება მის გვერდით, არ შეიძლება მხოლოდ ორი რამე. ერთი რომ შეურაცხყოფა მიაყენო მას და მეორე არ შეიძლება რომ ძალიან ჩაერიო მის საქმეში. ანუ მას აქვს გარკვეული რაღაცა პირადი სივრცე, აქვს გარკვეული რაღაცა დრო, გამყოფილი იმისთვის რომ აკეთოს რაც უნდა და ზოგჯერ ეს დრო არის საკმაოდ სპონტანური, ანუ თუ ის მოინდომებს რომ რაღაცა გააკეთოს, ანუ სხვა ადამიანს არ აქვს უფლება რომ მაინდა-მაინც ჩაიკირკიტოს რომ რა შვები, რატო არ მოდიხარ და ასე შემდეგ, ანუ თვითონ ადამიანი წყვიტავს, სად იყოს რანაირად, ну რა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით რომ არაფერს ისეც არ აკეთებს რომ შეურაცხოს სხვა ადამიანი, ეგრე ვთქვათ რა, მის გვერდით მყოფი. ანუ ორად-ორი რაღაცა, ორად-ორი მოთხოვნა, ხო? სხვანაირად ის არის მაქსიმალურად რბილი, მაქსიმალურად თბილი და უბრალოდ ფანტასტიკური ადამიანი. ის არის აბსოლუტურად მშვიდად იცის რომ არავინ არასოდეს შეურაცხყოფას არ მიაყენებს, ანუ ის ვერ გაუძლებს რაღაცა სიტუაციაში იყოს შეურაცხყოფილი და ის ვერ გაუძლებს რომ მის საქმეში ზედმეტად ჩაყვან მცხვირი. აი ესე. ეხლა ზოგადად დავუკვირდეთ სხვა ჩვენ საკუთარ თვისებას, ხო? სხვა ადამიანებთან მიმართებაში. როდის შეგილახიათ თქვენ სხვა ადამიანის პერსონალური საზღვრები? როგორი გრძნობა გქონდათ? დარჩით თუ არა თქვენ ეგრე ვთქვათ დაუსჯელი, გამოходით თუ არა მშრალი ამ სიტუაციიდან? აი ამ წყალში შესვლით ეგრე ვთქვათ. თუ თქვენ ერთი-ორჯერ ჩაგაყოფინეს ამ წყალში თავი. როგორი იყო თქვენი გამოცდილება რეალურად? დავუკვირდეთ იმას, რა გაღიზიანებთ სხვა ადამიანებში, რა ასპექტები გაღიზიანებთ და როგორ იცავთ ამ ადამიანებისგან თავს. შეიძლება თქვენ გქონდეთ განცხადებული, რომ რაღაც გარკვეული თემა არ გადმოკვეთონ. გესმით, რაშიც თქვენ არ იზიარებთ იგივე შეხედულებას. შეიძლება თქვენ თავი შეზღუდული გაქვთ საერთოდ ასეთი ადამიანების ნახვით, რომლებიც მუდმივად ისეთ თემებზე საუბრობენ, რაც თქვენთვის არ არის მისაღები. მოდით კიდევ ერთხელ ვთქვათ ბოლომდე, ეგრე ვთქვათ, დავასკვნათ რაში არის აი ამ კარტის ძალა. ანუ აქ საუბარი არის ძალაზე და არა ძალდატანებაზე. აქ არის საუბარი შინაგან მედეგობაზე და არა ძალდატანებაზე. გესმით? აქ არის საუბარი მოთბინებაზე და არა მოუთმენლობაზე. აქ საუბარი არის სინაზეზე და გრძნობიარებაზე და არა სიუხეშეზე. აქ არის საუბარი თანაგრძნობაზე და არა გაუთვალისწინებლობაზე. და კიდევ ეს არის პატივისცემა და არა უპატივცემულობა. ანუ ნახეთ რა ხდება, რეალურად ხდება ის, რომ აი ამ ლომთან მოლაპარაკება და მიუხედავად იმისა თუ ვისი ლომი არის ეს, თქვენი ლომია თუ სხვა ადამიანის ლომია, უნდა მოხდეს მაქსიმალურად მოთბინებით, შინაგანი მედეგობით, ეს არის სინაზე, რაც თქვენ უნდა გამოიყენოთ, ეს არის თანაგრძნობა, პატივისცემა და გათვალისწინება სხვა ადამიანებისა და თქვენი საკუთარი თავისა, გესმით? თუ თქვენ შეძლებთ მოალაპარაკოთ ლომს თქვენ საკუთარ თავში, თქვენ სავარაუდოდ და დიდი პროცენტული შანსით შეძლებთ მოალაპარაკოთ ლომს სხვა ადამიანში. უბრალოდ ყოველთვის უნდა შეეცადოთ, რომ იყოთ მაქსიმალურად გაგებული, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ სხვა ადამიანის თვისებები და უბრალოდ მიიღოთ ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანს ყავს თავისი ლომი, რომელსაც თქვენ შეიძლება არ იცნობდეთ, იმიტომ რომ თქვენ სხვანაირი ლომი ყავთ, მაგრამ სხვა ადამიანსაც ყავს თავისი ლომი და ყველა ადამიანის ლომი არის განსხვავებული. უარყოფით კონტექსტში, რა თქმა უნდა, ეს კარტა არის ძალადობის კარტა. ხშირად ამ კარტით შეიძლება წარმოდგენილი იყოს ასევე სექსუალური ძალადობაც კი. ხო, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ამ კარტას სექსუალური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენი სექსუალური ნაწილი, როგორც წესი, საზოგადოებაში ძალიან დიდწილად ითრგუნება. და ჩემი აზრით სექსუალურობა სრულიად არ ნიშნავს გარყვნილებას, ეგრე ვთქვათ, გარყვნილება არის სექსუალურობის უარყოფითი ნაწილი, ეგრე ვთქვათ, გადამეტებითი ნაწილი. სექსუალურობა უბრალოდ ის ენერგია, რომელიც ჩვენ ყველას გვახვევია გარშემო და რომელიც გარკვეულწილად
ძალიან დიდ ელფერს და სილამაზეს ძეს ჩვენს ცხოვრებას და მისი არაღიარება ეს არის ლომის ძალიან დიდ წილი, ესეთი ძლიერი ლომის დათრგუნა, ეგრე ვთქვათ. ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ ვიყოთ სხვებისთვის მოსაწონი, ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ ვიყოთ ცოტათი კეკლუცები, გქონდეს ცოტათი ესეთი მომხიბლელი მიხრა, მოხრა და უბრალოდ, როდესაც შენ ასხივებ აი სექსუალურობას, ნებისმიერ საზოგადოებაში აბსოლუტურად, შენ სანაცვლოდ იღებ ძალიან დიდ ენერგიას, შენ იღებ სანაცვლოდ ყურადღებას და ეგრე ვთქვათ, ცოტა დოზით აი ამ ძალიან მსუბუქი ფლირტის დონეზე, ამ ენერგიასთან თამაში, ჩემი აზრით, უბრალოდ აუცილებელია, იმიტომ რომ როდესაც ეს ენერგია აბსოლუტურად ქრება ჩვენი ცხოვრებისგან, ჩვენ რეალურად ვიწყებთ დაბერებას. ძალიან ხშირად წყვილი, როდესაც ქორწინდება და ერთმანეთს ძალიან ეგრე ვთქვათ, შეეხახუნება და შეეწყობა უკვე დაძმასავით არიან ფაქტიურად ერთად, მათ უქრებათ ის სექსუალური ენერგია და ისინი არ არიან ერთმანეთისთვის მიმზიდველები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გქონდეთ თვითონ სექსუალური კავშირი, ხო? ანუ ეს თვითონ კავშირიც კი სექსუალური ენერგიის გარეშე ყოველგვარ ზედმეტ მარილს მოკლებულია რა, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ ქორწინება ზოგადად უნდა დაუფიქრდეთ, ქორწინება არც ისეთი იოლი ის ნაბიჯი არის ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც რაღაცას იძენ, ყოველთვის რაღაცას თმობ და უნდა გქონდეს ნიჭი, რომ არ დათმო ის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ეს ამის თქმა მინდოდა ჩემი მხრიდან. კარგით, მოკლედ გადავიდეთ კარტის მნიშვნელობაზე სხვადასხვა სიტუაციაში. ურთიერთობებში და სიყვარულში ეს არის აბსოლუტურად დადებითი კარტა, ეს არის კარტა, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთთან მაქსიმალურად შეთანაწყობილია. ერთი არის ეგრე ვთქვათ, უფრო რბილი ადამიანი, მეორე შეიძლება იყოს ცოტათი უფრო ველური, მაგრამ მათ მშვენივრად ესმის ესმით ერთმანეთის ასევე სექსუალური თვალსაზრისით, ხოლო უარყოფით კონტექსტში კი უკვე ვთქვი, ეს არის ძალდატანება, ეს არის ძალადობა და შესაძლებელია ეს იყოს ასევე სექსუალური ძალადობაც. სამსახურში ეს კარტა არის მაქსიმალურად ასევე დადებითი. შეიძლება ეს ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ მოგიწევთ გარკვეული ენერგიის ჩადება, მთელი თქვენი დიპლომატიის ჩადება გარკვეულ საქმეში, მთელი თქვენი ცოდნის ჩადება, ნიჭის ჩადება, მაგრამ სამაგიეროდ თქვენ გამოავლენთ თქვენს თავს მაქსიმალურად და თქვენ მიიღებთ ყოველთვის შესაბამის ფინანსურ ანაზღაურებას. ფინანსური თვალსაზრისითაც ეს კარტა მაქსიმალურად დადებითია, თუმცა ასევე გულისხმობს რაღაც გარკვეული კაპიტალის დაგროვებას და გარკვეული ძალების კონცენტრაციას იმისთვის, რომ გარკვეული კაპიტალი დაგროვდეს, ხო? თვითონ პროფესიების თვალსაზრისით ძალიან ბევრი პროფესია შეიძლება გავიდეს, ამ კარტებით გადიან ძალიან კარგი მენეჯერები, ძალიან კარგი მმართველები, ზოგადად აი ამ ადამიანს შეუძლია სხვა ადამიანების მართვა. საკმაოდ კრეატიულია, ეს არის ადამიანი, რომელიც ეგრე ვთქვათ, თავის კანში ვერ ეტევა და აუცილებლად ნიჭიერია და უნდა რომ უბრალოდ ჭირდება ის გარკვეული არენა, სადაც ის გამოხატავს თავის თავს. ანუ საქმეში გარდა ამისა შეიძლება იყოს ისეთი პროფესიები, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეული ძალის გამოვლინებისკენ, მაგალითად ეს შეიძლება იყოს მეხანძრე, შეიძლება იყოს ფიტნეს ტრენერი. სხვათა შორის ამ კარტით ხშირად გადის ეს გარკვეული ფიტნეს ტრეინინგები, ვარჯიშები, სხეულზე ვარჯიში. ანუ საკუთარი ენერგიის მობილიზაცია რაღაც გარკვეული მიზნის მიღწევისკენ. შეიძლება ასევე ამ კარტით გავიდეს დენტისტი, როგორც აი მაგათად პირს რომ უღებს აი ამ ლომს და ასევე თმის ვარცხნილობის სპეციალისტები, როგორ პარიკმახერები ხო? პარიკმახერები ეს რეალურად არის, იმიტომ რომ ეს ლომი ძალიან თმიანია ამ შემთხვევაში და გარდა ამისა არის გადამისამართება სამსონის შესახებ, ანუ ერთ პერსონაჟი რო იყო სამსონი, რომელსაც მთელი ძალა ჰქონდა თმებში. ეს ძალა თმები, მოკლედ რაღაცნაირად დააკავშირეს ტაროლოგებთან და ხშირად ეს კარტა მიუთითებს ასევე პარიკმახერებზე. ზოგადად ეს კარტა არის აბსოლუტურად დადებითი. თქვენი რჩევა ამ კარტის მიხედვით არის ის, რომ თქვენ უნდა გამოავლინოთ თქვენი თამი, თქვენ უნდა დაუმეგობრდეთ აი ამ თქვენ პოტენციალს, თქვენ უნდა გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი რეალურად
და იყოთ მაქსიმალურად რბილები საკუთარი თავის მიმართ და სხვა ადამიანების მიმართ. ზოგადად, როდესაც მე ვსწავლობდი ამ კარტას, ძალიან ბევრი ტაროლოგი წერდა, რომ ეს კარტა არის მიმართული თვითრეგულაციაზე, ანუ საკუთარი თავის ეგრეთ ვთქვათ, თავის მიმართ დიპლომატიის და სირბილის გამომუშავებაზე. ზოგიერთი თვლიდა, რომ ეს არის მიმართული გარე ადამიანების რეგულაციაზე. და მე რეალურად არ ვიცოდი რა იყოს სინამდვილე, ანუ საკუთარი თავის რეგულაცია თუ სხვა ადამიანების რეგულაცია, მაგრამ იცით რაშია საქმე? თვითონ აი ეს რეგულაცია არის ეგრეთ ვთქვათ უნარჩვევა, რომელსაც თუ თქვენ გამოიმუშავებთ თქვენი საკუთარი თავის მიმართ, თქვენ ის რეალურად გამოგადგებათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, ხო? ის ადამიანი, რომელიც არეგულირებს საკუთარ თავს, საკუთარ ვნებებს, ეგრეთ ვთქვათ, და საკუთარ სურვილებს, რომელიც აბსოლუტურად თანამშრომლობს თავის საკუთარ ლომთან, ის შეძლებს როგორღაც დაუკავშირდეს და ითანამშრომლოს ასევე სხვა ადამიანის ლომთან. ასე რომ, ანუ მაქსიმალური სირბილე, მაქსიმალური მოთმინება ისევ და ისევ არის აი ამ კარტის ძლიერი მხარე. ხო, ჯანმრთელობის მხრივ მინდოდა მეთქვა კიდე აი ამ კარტა ძალაზე. ანუ ზოგადად ჯანმრთელობა არის კარგი, ორგანიზმს აქვს ძალა, ორგანიზმი იბრძვის, თუმცა შეიძლება აქ იყოს გარკვეული კრიზისები, რაც დაკავშირებული არის ცოტათი დაძაბულობასთან, იმიტომ რომ ამ კარტის უარყოფითი მხარე არის ზოგადად დაძაბულობა, შეიძლება იყოს მაღალწნევიანობა და შესაძლებელია იყოს ასევე ინფარქტი. და კიდევ ერთხელ გაგაფრთხილებთ, რომ ჯობია ეს ინფორმაცია უბრალოდ იცოდეთ, მაგრამ კარტის გაშლისას ურჩევთ ადამიანს, რომ მიმართოს ექიმს. კარგით, გადავიდეთ შემდეგ კარტაზე. ეს არის კარტა განდეგილი. ეს არის მე-9 ნომერი უფროს არკანებში. კარტაზე გამოსახულია რეალურად ღამე. საერთოდ ეს ფერი, რომელიც არის ფონად, ეს არის მონაცრისფრო, მოცისფრო ფერი, არის ფიქრების ფერი. ანუ ფიქრებზე პასუხისმგებელია ხმლის სტიქია და ძალიან ხშირად ხმლის სტიქიაში შეხვდებით აი ესეთ ფერს. და რეალურად ეს კარტა არის დაღამებული, ეგრეთ ვთქვათ, მონაცრისფრო, მოცისფრო ფერი. ადამიანს აქვს ნაცრისფერი სამოსი, ის აბსოლუტურად აი აბსტრაგირებული არის გარემო სამყაროსგან, თვალები დახუჭული აქვს. ანუ მისი მზერა მიმართულია არის არა გარეთ, არამედ მიმართული არის საკუთარი თავისკენ. თავზე აქვს კაპიშონი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის რეალურად აბსტრაგირებას უკეთებს თავის თავს. თითქოს აი სმენაც კი დახშული აქვს გარკვეულწილად აი ამ კაპიშონით. ხელში აქვს ჯოხი, რომელიც არის ამ შემთხვევაში მოგზაურობის სიმბოლო. ანუ ის არის მოგზაური და შესაძლებელი არის ითქვას, რომ საკუთარ თავში მოგზაური და ხელში აქვს ლამპარი, ის ინათებს წინ აი თავის გზას. ლამპაში არის 6-ქიმიანი ვარსკვლავი, რაც გულისხმობს ადამიანის მიზნების კავშირზე ღმერთთან. ის დგას მთაზე, ამ თვის მწვერვალზე და ქვემოთ არის სხვა მთები. ეს იმას ნიშნავს, რომ მას გადალახული აქვს მთელი რიგი წინააღმდეგობები. და ამ შემთხვევაში თვითონ კარტის ფერი მიუთითებს, რომ ეს წინააღმდეგობები რეალურად გადალახული აქვს საკუთარი ფიქრებით. ეს არის ინტრავერტების კარტა, ეს არის დეპრესიის კარტა და დეპრესია არ მინდა რომ მიიღოთ აბსოლუტურად უარყოფითი კონტექსტით. ანუ დეპრესია ნიშნავს deep, ღრმა, rest დასვენებას. ეს არის ადამიანის სული სურვილი შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დონეზე უარი თქვას, აი აქტიურ ცხოვრებაზე, გარე სამყაროზე და რაღაც დონეზე ჩაიკეტოს თავის თავში და დაფიქრდეს რაღაც გარკვეულ საკითხებზე. ანუ ეს არის იმდენად დიდი სურვილი ადამიანის სულის, რომ ფაქტიურად აი მართავს ეგრეთ ვთქვათ რა ადამიანს გარკვეულწილად. უკვე არ აძლევს საშუალებას მას, რომ იცხოვროს ჩვეულებრივი აქტიური ცხოვრებით და ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ შეუძლია გაკეთოს ადამიანს, რომ მოусმინოს საკუთარ თავს. მოусმინოს საკუთარ თავს, რატო არის ცუდად და რა უნდა სინამდვილეში ცხოვრებაში. და ამის შესახებ არის ეს კარტა. ანუ ყველას ქონია ალბათ ცხოვრებაში ისეთი მომენტები, შეიძლება ამას წინ უძღოდა გარკვეული გულის გატეხვა, შეიძლება ამას წინ უძღოდა რეალურ შემთხვევაში ალბათ უფრო მაინც გულის გატეხვა, ხო? ან გარკვეულ საქმეზე, ან ადამიანებზე, ან გარკვეულ სისტემაზე, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ხო? და ჩვენ მოგდომებია, რომ აი
უბრალოდ გავყენდეთ რა იმ რეალობისგან, რომელშიც ჩვენ ცხოვრობ და ცოტა ხანი დავრჩეთ ჩვენ თავთან მარტო, რომ ვიფიქროთ, რისთვის არის ეს ყველაფერი? რისთვის ვართ ჩვენ ამ პლანეტაზე? ვინ ვართ ჩვენ ადამიანები ამ პლანეტაზე? რამხელა ძალა გვაქვს ხელში? გვაქვს თუ არა რეალურად ძალა ვმართოთ ჩვენი ცხოვრება? რისთვის ჩამოგვაგდეს ამ პლანეტაზე? გესმით, ეს არის უდიდესი სიტყვები, რომელიც ყველა ადამიანს წესით უნდა რომ დაუსვას საკუთარ თავს. და რეალურად თუ ის პასუხს გასცემს აი ამ კითხვებს, ძალიან ბევრი პრობლემა მის ცხოვრებაში ალბათ გადაწყდება, იცით, ის მოელაპარაკება თავის თავს ძალიან ბევრი იდეაზე, აი ზოგად საკაცობრიო იდეაზე და ალბათ პოვებს გარკვეულწილად სიმშვიდეს. ყოველ შემთხვევაში ეს არის აი ამ ადამიანის ესეთი დიდი მცდელობა. მე პირადად ვგიჟდები ამ კარტაზე, ძალიან მიყვარს ეს კარტა, იმიტომ რომ ეს არის ჩემი კარტა. ეს არის სხვათა შორის ფილოსოფოსების კარტა. ეს არის კარტა ადამიანების, რომლებიც ყველაფერზე სვამენ კითხვებს, ყველაფერზე ეძებენ პასუხებს და ადამიანებისა, რომლებიც ხედავენ, რომ აი რაღაცა ამ სამყაროს იქნებ ვერა აქ წესრიგში, იქნებ რაღაცა აი ამ სისტემაში არ არის წესრიგში. ეს არის რეალურად აი ინტროსპექციული კარტა. ადამიანი მიმართული არის მარცხნივ. დრო ტაროს კარტების მიხედვით, აი რომ დავხედავთ კარტას, ხო? მიმდინარეობს მარცხნიდან მარჯვნივ. გესმით, თუ ეს მიმართულია მარცხნივ, ის მიმართულია წარსულისკენ და თუ მიმართულია მარჯვნივ, მიმართულია მომავლისკენ. გესმით, უმეტეს შემთხვევაში ესე არის. და ამ შემთხვევაში ეს ადამიანი მიმართულია წარსულისკენ და ის ცდილობს ზოგადად გადახედოს თავის ცხოვრებას, გადახედოს თავის სურვილებს, ყველაფერს, რაც მან განიცადა, გარკვეული დასკვნები გამოიტანოს. ეს კარტა შეიძლება მიუთითებდეს რაღაც გარკვეული ცოდნის უფრო დეტალურ და სიღრმისეულ შეძენაზე. ანუ ზოგადად ეს არის სპეციალისტების კარტა, ეს არის ისტორიკოსების კარტა, ეს არის არქეოლოგების კარტა, გეოლოგების კარტა, აი რომლებიც იქექებიან სიღრმეში რაღაც გარკვეულ საკითხში. მაგრამ უფრო მეტად ეს კარტა არის სულიერების კარტა. ანუ ეს კარტა გამოსახავს ადამიანის ინდივიდუალურ გზას ღმერთთან შესახვედრად. ჩვენ უკვე შევხვედრივართ აი ტაროს ისტორიაში ადამიანის ეროფანტის გზას, ეგრე ვთქვათ, ღმერთთან შესახვედრად, ხო? ეროფანტი რეალურად განასახიერებს ჩვენს ეკლესიას და ჩვენს განათლებას, ხო? ეროფანტი შესაძლოა იყოს თვითონ საეკლესიო წარმომადგენლების, ანუ მღვდლების, ქურუმების და ასე შემდეგ და გარკვეულწილად ფსიქოლოგების კარტა, ხო? იმიტომ რომ ფსიქოლოგებიც რაღაცა სისტემით მუშაობენ, რაღაცა ჩამოყალიბებული სისტემით ადამიანის ფსიქიკის შესახებ. ხოლო აი ეს კარტა არის ფილოსოფიური კარტა. ეს ადამიანი ეძებს უფრო დიდ კითხვებზე პასუხს, რომელზეც აი პასუხს უბრალოდ ცოდნით ვერ მიიღებ. ეს კარტა დგას ცოდნაზე მაღლა. როგორ შეიძლება შეწოდე რამე რეალობას, რომელიც დგას ცოდნაზე მაღლა? ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს ამისთვის და ეს არის შეგრძნება. ანუ რაღაცა სინამდვილეა, თუ რაღაცა ტყუილია, ზოგად საკაცობრიო საკითხებზე მაქვს საუბარი, შეიძლება მხოლოდ შეიგრძნო და სწორედ ამისთვის ჩვენ გვეძლევა გრძნობები, ხო? ეს ინტელექტუალურ ადამიანს რა თქმა უნდა გამოსახავს. ეს ადამიანი უკვე არის ინტელექტუალური, თუ აი ამდენი მთაზე იმყოფება და ამდენი წინააღმდეგობები დაძლია, ხო? მაგრამ ეს უფრო მაღლა დგას ზოგადად ინტელექტზე, ეს არის სიბრძნე უკვე. სიბრძნე არის რაღაც გარკვეული ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ შეიძლება იგრძნო და გარკვეული დასკვნები შეიძლება, რომელთანაც შეიძლება შენ თვითონ მხოლოდ მიხვიდე. ანუ მოდით ზოგადად განვიხილოთ ესეთი სამი ასპექტი, ხო? ცოდნა, ინტელექტი და სიბრძნე. ანუ სიბრძნე როგორც უმაღლესი იდეა. ცოდნა არის ის ფაქტი, მოვლენა, რაც უკვე დამტკიცებულია, რაც უკვე იყო და რასაც აქვს ადგილი რომ იყოს ჩვენს გარშემო, ხო? ეს არის დამტკიცებული ფენომენი. ინტელექტი არის, ეგრე ვთქვათ, უნარი გამოიყენო ცოდნა
საჭირო მიმართულებით. ან გარკვეულწილად იპოვნო რაღაც მიზეს შედეგობრიობის კავშირები. აი ამ ცოდნას შორის, ხო? მაგრამ ეს უმაღლესი ფილოსოფია, სიბრძნე, არის უმაღლესი იდეა იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ ამ პლანეტაზე, ეგრე ვთქვათ, ხო? და რას ვაკეთებთ აქ? ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ შეიგრძნო. ეს არის რაღაცა, რაც დგას უკვე ცოდნაზე და ინტელექტზე მაღლა. აი ავიღოთ თუნდაც ისეთი ფენომენი, როგორც არის გამრავლება, ხო? ცოტა ისეთი საინტერესო ფენომენია. ყველანი ჩვენ ვრავდებით ამ დედამიწაზე, ყველა ადამიანი ცდილობს, რომ დატოვოს თავის შემდეგ გარკვეული შთამომავლობა. ანუ ცოდნა შეიძლება იყოს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება გამრავლება. ინტელექტი შეიძლება იყოს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ გამრავლდე, ეგრე ვთქვათ, ჭკვიანურად, თუ როგორ გამოიყენო გამრავლება შესასარგებლოდ, იპოვო შესაბამისი პარტნიორი, ეგრე ვთქვათ. დაამყარო შესაბამისი ურთიერთობები. ხოლო აი უკვე იდეა, ეს უმაღლესი იდეა არის იდეა იმის შესახებ, საერთოდ ღირს თუ არა გამრავლება. საერთოდ რისთვის არის ყველაფერი? რისთვის ვრავდებით ჩვენ ადამიანები? ესმით? ანუ თუნდაც აი ტექნოლოგია, ცოდნა ემსახურება იმას, თუ როგორ არის ტექნოლოგია გაკეთებული, ანუ რისგან შედგება ტექნოლოგია. ინტელექტი არის ადამიანის უნარი სწორედ გამოიყენოს ტექნოლოგია. ხოლო უმაღლესი იდეა და ფილოსოფია კი პასუხობს იმ კითხვას, თუ რისთვის არის შექმნილი ეს ტექნოლოგია ზოგადად. გვჭირდება კი ჩვენ ეს ტექნოლოგია? ანუ ატომური ბომბის შექმნა ადამიანმა, მაგრამ გვჭირდება ჩვენ ეს ატომური ბომბი? არის თუ არა ამაში რისკი? გესმით, ეს არის უმაღლესი კარტა. ეს არის ზოგადად ადამიანის სულიერი განვითარების კარტაც, ასევე. ანუ სულიერი განვითარებაში რა იგულისხმება? მე ესე მისმის ყოველ შემთხვევაში, სულიერი განვითარება არის ადამიანის ინდივიდუალური გზა ღმერთთან. ეს არის ადამიანის ინდივიდუალური გამოცდილება, ან ყოველ შემთხვევაში მისი მცდელობა, რომ მიიღოს გარკვეული რაღაც გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობისა, ხო? ანუ ხალხი შეიძლება რაღაც რჩევისთვის მიდიოდეს მამაოსთან, მაგრამ იმისთვის, რომ რეალურად ჩაწვდეს აი ამ უდიდეს კითხვებზე პასუხს, შესაძლებელია საჭირო იყოს განმარტოვება. საერთოდ ვაპირებ ჩავწერო ვიდეო ჩემი ზოგადად სულიერი განვითარების შესახებ და ეს ვიდეო იქნება აბსოლუტურად არაორდინალური. ეხლა რაღაც პატარა ნაწყვეტს შემოგთავაზებთ ჩემი ცხოვრებისგან, ხო? იყო ჩემ ცხოვრებაში ესეთი მომენტი, როდესაც ვიყავი ათეისტი ან აგნოსტიკი. უბრალოდ მე ვერ ვიღებ ზოგადად აი ჩვენს რელიგიაში იმ იდეას, რომ არსებობს ეშმაკი, არსებობს ჯოჯოხეთი. ჩემთვის აი პატარობიდან ეს აზრი მიუღებელია, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა თვითონ იდეა ღმერთის შესახებ. და ნუ რაღაც პერიოდში ვუთხარი ჩემ თავს, რომ მოდი მე ვიქნები ცოტა ხანი ათეისტი ან აგნოსტიკი, ანუ ადამიანი, რომელიც არაფრის აზრი არ არის, ეგრე ვთქვათ რა, და მექნება მხოლოდ ჩემი თავის იმედი. და მოხდა ესეთი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მე წავედი ბელგიაში სასწავლებლად, ბრუსელში. ხო და არ მქონდა სამუშაო და ფული, რომელიც წავიღე, იყო ძალიან ცოტა. სასწრაფოდ უნდა მეშოვნა რაღაცა რაოდენობის, ანუ რაღაცა თანხა იმისთვის, რომ რეალურად დამეფარა ჩემი გადასახადები, ანუ რაღაც 1-2 თვე დავფარდი, მეც ვერა, ხო? და სასწრაფოდ უნდა მეშოვნა სამსახური, მაგრამ ძალიან ცუდად ვიცოდი ფრანგული, ესე ორ თვეში რაც ვისწავლე რა, მეტი არა. და ნუ რეალურად ამ სამსახურის შანსი იყო ძალიან ცოტა და ვუფრთხილდებოდი ფულს ძალიან. ანუ რა იყო, იცით, აი ყველაფერი იაფს ვჭამდი, ანუ იაფი ყველი ღირდა, ყველს ვჭამდი, ძალიან ცუდ პურს ვჭამდი, ცუდი ხარისხის პურს და ასე შემდეგ. ყველაფერი რაც კი ღირდა იაფი და თან ვცდილობდი, რომ კალორიები არ მომკლებოდა, ეგრე ვთქვათ, რომ გული სადღაც არ წავსვოდა და ასე შემდეგ. და ძალიან ზოგავდი ფულს და ერთხელ მახსოვს ჩემმა დამირეკა და როდესაც ირეკებოდა ამ სატელეფონო ზარზე მეც მეჭრებოდა თანხა და მე ვეჭხვე რომ რატომ მირეკავ, იცი ეს რამდენი თანხა ჩამომეჭრა, ეს თანხა არის ამდენი და ამდენი პური, ამდენი და ამდენი ისა. ხო და საინტერესო იყო ზოგადად ჩემი დამოკიდებულება იყო აბსოლუტურად ნეგატიური ფულის მიმართ და ერთშენიერ დილას გამეღვიძა, ანუ საკმაოდ ახალი ჩასული ვიყავი სადღაც 1-5-6 თუ არა, შესაძლებელია 1 კვირა. ხო და
ერჩენიერ დილას გამეხვიძა და მომივიდა ესეთი იდეა, რომ შენ არასწორად დამოკიდებულება გაქვს ფულთან დამოკიდებულება უნდა გახადო უფრო პოზიტიური. აზრზე არ ვარ საიდან იყო ეს იდეა წამსული, მით უმეტეს რომ მაშინ ვიყავი ათეისტი. ეს იდეა მოდიოდა ზემოდან. სიდამდვილეში. ანუ იდეა დაახლოებით იყო ისეთი, რომ ვერ შეძლებს სამყარო შენ დახმარებას თუ შენ თვითონ დამოკიდებულება არ შეცვალე ფულის მიმართ. ხო და რა თქმა უნდა ძალიან შოკში ვიყავი რომ საიდან მომივიდა ეს აზრი, მაგრამ რაღაცნაირად გადავწყვიტე რომ მიმდომოდი ამ აზრს და გამოვიგონე ესეთი ფრაზა. ყველაფერი რასაც მე ვეხები იქცევა ოქროთ. აი რომ წამეშალა ეს ნეგატივი რომელშიც ცხოვრობდი ფულთან დაკავშირებით არსებული ნეგატივი გამოვიგონე ეს ფრაზა ყველაფერი რასაც მე ვეხები იქცევა ოქროთ. და აი დავდიოდი ქუჩაში და ის შიტალაჩკასავით მქონდა ყველაფერი რასაც მე ვეხები იქცევა ოქროთ, ყველაფერი რასაც მე ვეხები იქცევა ოქროთ და ზოგჯერ იყო რომ შევიხედებოდი ხოლმე რამე რესტორნის აი უკანა ნაწილში ეგრე ვთქვათ, სადაც აი ხალხი რეცხავდა ჭურჭელს, სადაც მიმტანები იყვნენ და ასე შემდეგ და ამას ვიძახდი ხმამაღა ყველაფერი რასაც მე ვეხები იქცევა ოქროთ. ნუ ჩემთვის დახმამაღლა არა, ხალხი რა გავიგიჩებინა. მოხდა ისეთი საოცარი რაღაცა. ჩემთან ამოვიდა, მე ვცხოვრობდი რეალურად მამი და ჩემის მეგობართან. სახში მარტო, იმ სახში იმ დროს არავინ არ იყო და სანამ კამპუსში შევედი, ვცხოვრობდი მასთან სახში. და ჩემთან ამოვიდა მისი შვილი. ჩემზე პატარა იყო ცოტათი წლოვანებით და ну, ისე შორიდან ვიცნობდი იმ ბიჭს და რაღაცა გამოველაპარაკე და უცებ მოვნახეთ საერთო ენა ძალიან ბევრ რაღაცაზე ფაქტიურად დავმეგობრდით იმ ერთ ორ საათში რაც ერთად ვილაპარაკეთ რაღაცებზე და მეორე დღეს ეს ბიჭი მირეკავს და მეუნება რომ წამოდიო წამოვყევიო ჩემს მეგობრებთან მივდივარო რაღაც ადგილასო. ადა კი გამოვიპრანჭე და წავყევი და წავედით მეტროთი და შევედი ერთ საკმაოდ კეთილმოწყობილ ბინაში საკმაოდ ეს ფართო ბინაში, სადაც ალბათ თავმოყრილი იყო ყველა აბსოლუტურად ყველა დიპლომატის და ხელოვანის და მასწავლებლის ქართველების შვილები. გესმით, ანუ თუ რამე ელიტა არსებობდა ბრიუსელში, ალბათ თავმოყრილი იყო. არ მახსოვს ზუსტად რამდენი ადამიანი იყო, 7 თუ 8 ადამიანი, ალბათ 10 ჩვენი ჩართვლით. და ეხლა მე გამაცნეს და არაფერ განსაკუთრებულ ინტერესს მათთვის არ წარმოვადგენდი. და ისხდნენ და არაფერს არ აკეთებდნენ, სვამდნენ ყავას, იყვნენ ძალიან მოწყენილები და მე ზოგადად ძალიან დიდი უნარი მაქვს, რომ ხალხი ვმართო ეგრე ვთქვათ. ძალიან ისე მაქვს მართვის ნიჭი და ავდექით და ვათამაში ამის პატრონმა რაქნას. მეთქი მოდი გავერთოთ და ვითამაშეთ ამის პატრონმა რაქნას და ძალიან კარგი დრო ვატარეთ და მოხდა ისე რომ ყველა ადამიანი ვინც იყო ფაქტიურად გახდა ჩემი მეგობარი და რა თქმა უნდა მათ გაიგეს რომ მე მჭირდებოდა სამსახური და 2 დღის მერე მირეკავს მე ერთ-ერთი გოგო და მეუბნება რომ მე მოვდივარ ჩემი სამსახურიდან თუ გინდა რომ დაიწყო შენზე გავაკეთებ რეკომენდაციას. ის იყო სამსახური სუშის გახვევის შესახებ. ეს არ იყო რესტორანი, უბრალოდ შუსებს ამზადებდნენ და უცებ გავხდი სუშის გამხვევი. ხო და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, ცოტა ჭურჭლის რეცხოც კი შემომტენეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ დროს ეს ის იყო, რაც მე მჭირდებოდა და აბსოლუტურად შოკირებული ვიყავი, რომ რა მოხდა, ჩემ თავს, რატომ მომივიდა ეს იდეა, იყო თუ არა რამე კავშირში ეს ჩემი პოზიტიური ფიქრი იმასთან რაც მოხდა და მოგვიანებით უკვე მივხვდი რომ აბსოლუტურად ესე იყო. ფაქტურად მე ზემოდან დამირეკეს რომ ალო გენაცვალე ჩვენ გვიდა რომ დაგეხმაროთ, მაგრამ შენ თვითონ უნდა დაეხმარო პირველ რიგში შენ თავს. ან ვაქედან გამომდინარე ჩემო საკუთარმა გამოცდილებამ აჩვენა რომ ფიქრები იზიდავენ მოვლენებს და ეს იყო რეალურად ჩემი სულიერი განვითარების გზის დასაწყისი. ეს იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი. იმის შემდეგ გადამხდენია ძალიან ბევრი საოცარი რაღაცა, მართლაც უამრავი საოცარი რაღაცა. ბევრი შეცდომა დამიშვია, ბევრჯერ ჩემი თავისთვის, არ მომისმენია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ძალიან სისულელე. ძალიან მივქარავდი, როცა ჩემში ნაგახმას არ ვუსმენდი და რაღაც საზოგადოებრივ აზრს უფრო ვითვალისწინებდი, მაგრამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და ძალიან ბევრი რამ მასწავლა. კიდე მინდა შევეხო ესეთ საკითხს, რატომ არის საჭირო ადამიანისთვის გამარტოება?
ანუ ვის უნდა ესაუბროს განმარტოებულმა ადამიანმა? არავის სხვას თუ არა საკუთარ თავს, ხო? სხვა არავინ არ არის გარშემო ამ განდეგილის გარშემო. არის მხოლოდ განდეგილი, მისი გამოცდილება და მისი სურვილი ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს. ვინ ცხოვრობს ჩვენს თავში? ვინ არის ჩვენ თავში, ვისაც ჩვენ შეიძლება ვესაუბროთ? დაკვირვები ხართ თქვენ, რომ ჩვენ თავში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც მუდმივად ოპტიმისტია, აბსოლუტურად ყველა სიტუაციაში. ოპტიმისტია. არასოდეს არ ბერდება, არასოდეს არ იწყეს და საკმაოდ დიდი დოზით აქვს იუმორი. იმდენად დიდი დოზით, რომ ყველაზე აი სასოწარკვეთილ სიტუაციაშიც კი მას აქვს უნარი მიმართოს იუმორს. ანუ ფაქტიურად ყველა ჩვენგანში ცხოვრობს ბრძენი. და აი ამ შემთხვევაში მე მინდა ზოგადად გავავრცო თეორია, რომელიც მე ადრე მოვიხსენიე თუ არ ვცდები ეროფანტის კარტაში და ეს თეორია არის დუშა, დუხ и тело. ანუ ძალიან დიდი ბოდიში ზოგჯერ რუსული უნდა ჩავრთო. ვიცი რომ შეიძლება ბევრს გაღიზიანებდეთ ეს ენა, მეც მაგიზიანებს. გარკვეულწილად მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად რუსულად ვარ გაზრდილი. უკრაინელი ბებია მყავდა და გაზრდილა ქართულ რუსულად. და დაუბრუნდეთ ჩვენ თემატიკას, ეს არის თემატიკა დუშა, დუხ и тело. ეს არის რეალურად სამყაროს მოდელი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ადამიანები ვფლობთ სულს, სხეულს და არსებობს კიდევ ესეთი ფენომენი დუხ, ანუ დუხს ქართულ ენაში ანალოგიური არ აქვს, ყოველ შემთხვევაში მე ესეთი სიტყვა არ ვიცი. ვინ არის ახლა დუხი? დუშა, დუხ, тело. ვინ არის ეს დუხი? ჩემთვის ძალიან დიდი ხანი ეს წარმოადგენდა კითხვას და სრულიად შემთხვევით ვიპოვე ესეთი წიგნი, ეს იყო აბრაჰამის და ჰიქსების, ჰიქსი არის გვარი, რეალურად ოჯახი არის ჰიქსების ოჯახი და აბრაჰამი რეალურად არის სულთა ერთობლიობა, რომელმაც დაწერა ეს წიგნი აი ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრის ჩენელინგის მეშვეობით. ანუ თუ თქვენ იცით ესეთი ფენომენი ჩენელინგი, როდესაც ადამიანი შედის მედიტაციაში, რაღაც გარკვეულ ტრანსში და უკავშირდება ან ერთ სულს, ან სულთა ერთობლიობას და ლაპარაკობს მათ მაგივრად. ანუ სულების მაგივრად. და აი ამ მის მეშვეობით, აი ამ მეთოდის მეშვეობით დაიწერა რამოდენიმე წიგნი და ერთ-ერთი წიგნი იყო, მოიცადეთ ჩაწერილი მაქვს ზუსტად სახე. ეს არის გაცნობიერებული მიზნის საოცარი ძალა. Удивительная сила осознанного намерения. გაცნობიერებული მიზნის საოცარი ძალა. მე მოგცემთ ამის ანალოგიურად დასახელებას რუსულ ენაზე, რომ იპოვნოთ, ინგლისურადაც არის ესეთი ვერსია ამ წიგნის. და იქ არის მოცემული ესეთი მოდელი, რომ ჩვენ ადამიანები ამ დედამიწაზე ვფლობთ აი დუშა и тело, ანუ სხეულს და სულს და არსებობს კიდევ ესეთი ჩვენი გაფართოებული ნაწილი, რომელსაც ეწოდება დუხ, რომელიც ჩვენ მუდმივად გვიკავშირდება ემოციებით და გვეუბნება რა არის ჩვენთვის კარგი და რა არის ჩვენთვის ცუდი. ანუ ფაქტიურად ეს არის ღმერთთან ძალიან ახლოს არსებული ჩვენი სულის გაფართოებული ნაწილი. ფაქტიურად ღმერთი არის. მისთვის არ არსებობს არანაირი წინახობები, მისთვის არაფერი არ არის შეუძლებელი, ის ყოველთვის არის პოზიტიური. ნებისმიერ ჩანაფიქრზე, რაც კი შეეხება ჩვენს სხეულს, ჩვენს თავს, ჩვენს მომავალს, ის გვეუბნება კის, განსაკუთრებით უხარია თუ ეს ჩანაფიქრი არის დადებითი და ის მოწყენილია, როდესაც ეს ჩანაფიქრი ჩვენი სხეულის და ჩვენი დავშოთ ცხოვრების შესახებ არის უარყოფითი. ძალიან ხშირად ჩვენ გვჯერა იმის, რაც ჩვენთვის კარგია და მაშინ ეს მოვლენები ახდება ჩვენთვის საუკეთესო მიმართულებით, მაგრამ ასევე ხშირად სამწუხაროდ ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ გვჯერა ხოლმე ისეთი კანონზომიერებების, ეგრეთ ვთქვათ, რომელიც ჩვენივე დახატულია, რაც შეიძლება ჩვენთვის არ იყოს ძალიან კარგი და ამ შემთხვევაში აი ამ გაფართოებულ ნაწილს ჩვენ დუხს ამის შესახებ აქვს უარყოფითი ემოცია.
გესმით? ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ მხოლოდ დადებითი სურვილები აგვიხდეს, პირველ რიგში უნდა მოვეხდინოთ ამ სურვილებზე კონცენტრაცია და მეორე მხრივ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ ისეთ საკითხებზე, რაც ჩვენ გვაძლევს დადებით ემოციებს. და პრინციპში აი ამ სულისთვის, ეგრეთ ვთქვათ, ჩვენი გაფართოებული ნაწილისთვის არაფერი არ არის შეუძლებელი. მას აქვს პასუხი აბსოლუტურად ყველა კითხვაზე. და ის გვესაუბრება ჩვენი ემოციებით. თუ ჩვენ გვეცინება, ესე იგი იმ სულსაც ეცინება. გესმით, ჩვენ გაფართოებულ ნაწილსაც ეცინება. თუ ჩვენ მოწყენილები ვართ, ესე იგი გაფართოებული ნაწილი მოწყენილია და ესე იგი ეს საკითხი ჩვენთვის არ არის სასარგებლო საფიქრალად. თუ ჩვენ ვართ ბედნიერები, ეს არის გაფართოებული ნაწილის ბედნიერებაც ასევე. ეს რეალურად არის კავშირი ჩვენ საკუთარ თავთან. და იმ წიგში წერია ესეთი აბსოლუტური სინამდვილე, რომ არაფერი არ შეედრება კავშირს საკუთარ თავთან. არანაირი ექსტაზი, არანაირი სიამოვნება არ შეედრება კავშირს საკუთარ თავთან. ვერანაირი კავშირი ვერც ერთ სხვა ადამიანთან ვერ შეედრება კავშირს საკუთარ თავთან. გესმით? ეს არის ყველაზე უმაღლესი რა ექსტაზი, რაც კი შეიძლება ადამიანმა განიცადოს. იგრძნოს კავშირი აი ამ დუხთან, რა გაფართოებულ ნაწილთან. და პრინციპში ეს კარტა არის მცდელობა, ადამიანის მცდელობა ამის შესახებ. მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე ზოგადად. მგონი დღეს დიდი ვიდეო მექნება დასამონტაჟებელი. კარგით, მოდით მოკლედ ვთქვათ აი ამ კარტის მნიშვნელობები, როგორი არის ამ კარტის მიხედვით ადამიანი. რა თქმა უნდა, ის არის ჩაკეტილი, ინტროვერტი, საკმაოდ ბრძენი, ყოველთვის მოგცემთ საჭირო კითხვას. და შეიძლება თავის სასაკთან შედარებით იყოს საკმაოდ ესეთი ჭკვიანი და შეიძლება ასევე გამოხატავდეს ხანდასმულ ადამიანს, ხო? ურთიერთობებისთვის ეს კარტა არც მაინც და მაინც სასურველია, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ადამიანი მარტოა და გარკვეულწილად თავის მარტობაში კომფორტულადაც კი გრძნობს თავს. ზოგადად ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ დათქმულ პერიოდში ვერ შეხვდებით თქვენს გულის წორს, მოემზადეთ იმისთვის, რომ შეიძლება მოგიწევთ მარტო სიარული. ამასთან შეიძლება ის გამოხატავდეს გარკვეულ ურთიერთობაში მარტოობას, ანუ შეიძლება გამოხატავდეს სიტუაციას, როდესაც ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავს გრძნობს მარტო თითოეული მათგანი. შესაძლებელია გამოხატავდეს ისეთ წყვილს, რომელთაგანაც თითოეული ადამიანი არის საკმაოდ, ეგრეთ ვთქვათ, ემოციურად განვითარებული, კარგად იცნობს თავის თავს და ასევე ბედნიერი არის საკუთარ თავთან, აქვს საკმაოდ დიდი პირადი სივრცე ურთიერთობაში, მაგრამ ერთად ისინი მაინც შესაძლოა ქმნიდნენ აი საკმაოდ ესეთ კარგ წყვილს. იმისგან, რომ ორივე ადამიანი ერთნაირია და ორივე ადამიანი გარკვეულწილად ბედნიერია თავისი პირადი სივრცით. ჩემთვის ნაცნობია ესეთი ურთიერთობები არის საკმაოდ მაღალი ხარისხის ურთიერთობები ზოგადად. ფინანსებისთვისაც, როგორც მიხვდით, ალბათ ეს კარტა არ არის საუკეთესო კარტა, ადამიანს აქვს მინიმალური ტანისამოსი, ეგრეთ ვთქვათ, მინიმალური ნივთები თავის გარშემო, ის უბრალოდ დგას, მყარათაც არ ზის თავის პოზიციაზე. ასე რომ ფინანსებისთვის მაინც და მაინც კარგი კარტა არ არის, შეიძლება აღნიშნავდეს პენსიას. სამსახურისთვის შეიძლება აღნიშნავდეს იმას, რომ ადამიანი სამსახურს ეძებს, რომ მას რაღაცა აქვს მოსაწესრიგებელი თავის თავში, თავის ფსიქიკაში, რომ მიიღოს იდეალური სამსახური, ან შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ის მარტო ზის გარკვეულ ოთახში. სავსებით შეიძლება ნიშნავდეს. ან რომ მას მოსაწესრიგებელი აქვს საკუთარი ოთახი. ეს საინტერესო კარტა არის. ზოგადად ეს არის მეცნიერების კარტა, ეს არის ისტორიკოსების კარტა, ეს არის გეოლოგების კარტა, გეოდეზისტების კარტა, მარკ შრეიდერების კარტა. ყველას უნდა ყავდეს 1-2 მარკ შრეიდერი, შეიძლება. კიდევ ვინ? ხო, და ფილოსოფოსების კარტა, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი კარტა პირადად. ჯანმრთელობა, როგორც მიხვდით, ასევე არ არის ძალიან კარგი, ადამიანის ორგანიზმი გამოფიტულია, იმიტომ რომ ადამიანი რეალურად კარგათაც არ იკვებება ამ კარტის მიხედვით. და რა დაგჭირ რჩევის მიხედვით თქვენ უნდა განმარტოვდეთ. თქვენ უნდა განმარტოვდეთ და თქვენ უნდა ჩაღრმავდეთ თქვენს თავში და თქვენი ყველა კითხვაზე პასუხი არის თავში. შეიძლება თქვენ მიიღოთ ასევე საკმაოდ, ესე ვთქვათ, წონიანი რჩევა მოხუცი ადამიანისგან. თუ ესეთ რჩევას მიიღებთ, მიაყურებდეთ. ხო, ეხლა რაც შეეხება სიმღერებს, თითოეული კარტისთვის შევარჩიე თითო სიმღერა.
ცოტათ გამიჭირდა ძალისთვის სიმღერის მონახვა და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ეს იქნებოდა ჯონ ლენონის Woman. ყველამ ვიცით ეს სიმღერა, ხო? Woman, I know you understand a little child inside the man. ანუ ქალბატონო, მე ვიცი რომ შენ გესმის პატარა ბავშვის მამაკაცის სხეულში. ანუ ეს არის რეალურად სიმღერა ძალიან დიდ გაგებაზე, სხვა ადამიანის სურვილების გათვალისწინებაზე, პატივისცემაზე, ანუ სხვა ადამიანის კარგად გაცნობაზე, ну შესაბამისად საკუთარი თავის ცნობაზე, ხო? თქვენ ვერ გაიცნობთ ვერავის სხვას, თუ თქვენ ვერ გაიცნობთ საკუთარ თავს, ხო? და ეს აი ამ სიმღერით ნაჩვენებია, აი ამ კარტის მაქსიმალურად აი ესეთი რბილი და ლმობიერი სხვა ადამიანის გათვალისწინების, ანუ საუკეთესო ნაწილი აი ამ კარტის არის ნაჩვენები აი ამ სიმღერით. და შესაბამისად, როგორც ვქვით, ჩვენ ყველანი ვართ პრიზმები გარე სამყაროსთან ურთიერთობაში და თუ ჩვენ სხვა ადამიანის გვესმის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეულწილად და დიდწილად გვესმის ჩვენი საკუთარი თავის. ეს არის საკუთარი თავის გაგების და სხვა ადამიანის გაგების კარტა. გაგების სიმღერა. ხო და მეორე სიმღერა არის Peter, Paul and Mary's Early Morning Rain. ეს არის საკმაოდ ძველი სიმღერა, ინგლისელები მღერიან ხმებში, როგორც ქართველები. და სიმღერის ტექსტი არის, რომ წვიმიან დილას, ხელში მაქვს $1, გულში მაქვს ტკივილი და ჩემი ჯიბეები სავსე არის ქვიშით. მე ვარ შორს სახლიდან და მენატრება ჩემი შეყვარებული და არსად მაქვს წასასვლელი გზა. და თქვენ როდესაც მოისმენთ აი ამ სიმღერით უკვე მიხვდებით, რომ ადამიანი რეალურად ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს თავისი სიტუაციით. თავისი მდგომარეობით, რომელშიც ის არის. მას არსად არ აქვს წასასვლელი და გარკვეულწილად ის კმაყოფილია საკუთარი სიტუაციით. ან შემადამ თქვა, რომ ეს უფრო იმედგაცრუების კარტა არისო, მაგრამ მეორე მხრივ ალბათ ყველა განდეგილობას გარკვეულწილად წინ უძღვის გარკვეული იმედგაცრუება. ანუ ეს არის რაღაცა გარკვეული იმედგაცრუება მოხდა ადამიანის ცხოვრებაში და ის წავიდა მარტო იმაზე, რომ ყველაფერზე დაფიქრდეს, მარტო წავიდა თავის გზაზე. საოცარი სიმღერა არის, უდიდესი სიამოვნება გელოდებათ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მომიშვიდეთ ამდენი ხანი. თქვენთან იყო პრაქტიკული ფილოსოფია. გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეო, მომწეროთ კომენტარები, ყოველთვის ძალიან მადლობელი ვარ, როდესაც თქვენგან მაქვს ფიდბექი, აი ჩემთვის ეს არის უდიდესი მოტივატორი. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა და კარგად ბრძანდებოდეთ შემდგომ შეხვედრამდე. თქვენთან იყო პრაქტიკული ფილოსოფია.